გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გახსნა. მღვდელმთავარმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა კურთხევით ჩატარდა. სამეცნიერო კონფერენციაში გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ფაქტი გელათის მონასტერში დაცულ დავით აღმაშენებლის ცხოვრების, ჯვრისა და ბეჭდის ისტორიიდან. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და საბა წმინდური ტიპიკონი. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, ღვთისმოშიში მონარქი, რუის ურბნისის საეკლესიო კრება. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიისა და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით გაიმართა. სამეცნიერო კონფერენციას სასულიერო პირები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თეთრ აღნიშნავს დიდი ჩვენი მეფის კეთილმოწყალე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. წლები ჩვენი ქვეყნის და საქართველოს აღმავლობის და წლები მისი დაცემის და განადგურების პირამდე მისის, მაგრამ ღვთისმოწინე და წყალობით ხლავ მისი აღორძინების რთული პერიოდია. მაგრამ მეფე დავითის მოღვაწეობა და მისმა ძალისხმევამ სხვადასხვა სფეროში ჩვენ დაგვიტოვა და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მაგალითი რჩევა დარიგება ცხოვრებისა სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროში და უბრალოდ ქვეყნის ერთიანობის და მისი წარმატების, მისი ძლიერების და ამასთან ერთად ქრისტეს ეკლესიის ერთობის და ისეთი ქრისტიანული თვისებების, ნეოგრიტ თვისებების, როგორც არის დამდაბლობა, სასწაულება ღვთისა და უნარი ვედრებით მიმართვის უფალთან. ანუ სულიერი და ამ ქვეყნიური მემკვიდრეობა მაგალითი, რომ ეს შეიძლება ერთდროულად ერთ პიროვნებაში იყოს ასახული და ნიშანი იყოს მისი სრულყოფილებისა. აი ეს მაგალითი დაგვიტო მეფე დავითმა და ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რომ რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო. მას შემდეგ რაც აღიდგინა თავის დამოუკიდებლობა და ისევ როგორც მეფე დავითის დროს არის შიდა პრობლემები და არის გარე პრობლემები. მეფე დავით აღმაშენებლის მიუხედავად უფალნი შეგვეციოს და შეგვიწყალოს და ვასწავლოს ჩვენ გზა თანამედროვე ამ პირობებში ჩვენი აღორძინების, აღმავლობის, ძლიერების და არ გადარჩენის, არ წარმატების. გელათის სასულიერო აკადემიაში ტარდება გელათის სასულიერო აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისადმი. არის ძალიან საინტერესო მოხსენებები შერჩეული. ბევრი რამ ამ მოხსენებებში სიახლე იქნება წარმოდგენილი, ახლებურად დანახული საკითხები, რომლებიც დავით აღმაშენებლის ცხოვრებას და მოღვაწეობას, მის დამტოვებულ მემკვიდრეობას ეძღვნება. ჩვენ ბედნიერება გვაქვს წილად, რომ სწორედ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ფაქტობრივად ქალაქის გარეუბანში გელათში გვაქვს მისი მუდმივი განსასვენებელი წმინდა მეფის და გვეძლება საშუალება მას ყველნაირად მივაგოთ პატივი იმ დიდი დამსახურებისათვის, რაც მას მიუძღვის ქართული ერის წინაშე, ქართული სახელმწიფოებრების წინაშე და მჯერა რომ ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი არის ორი ასპექტიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ დავით აღმაშენებელს ეძღვნება და დავით აღმაშენებელის პიროვნება არის ბრძანდებოდა,
რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრივი მომავლის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ჩნიდა და ამას ისე ვერ ვერდგულებთ ჩვენ როგორც საჭიროა და დავით აღმაშენებლის დიდი ტრადიცია მოითხოვს და მეორე ის რომ დღეს აქ სასულიერო აკადემიაში ჩვენს გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც შევეცდებით წარმოვაჩინოთ შეძლებს დაგვარად რა თქმა უნდა იმ დიდი მოღვაწეობის გარკვეული ასპექტები აღმაშენებლის მიმართ მისი მოღვაწეობის მიმართ ინტერესი მართალია დიდი არის, უფრო ეს სახალხო ინტერესი არის და თვითონ ერთგულება იმ იდეებისადმი, რომელსაც თავისი მოღვაწეობის შედეგად ამკვიდრებდა ეს უდიდესი პიროვნება, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა იყოს გამოხატული ამ დღევანდელმა კონფერენციამ აჩვენა, რომ თვითონ ჩვენი საზოგადოების განწყობილება სწორედ ამგვარად არის მიმართული და ეს არის ძალიან მისასალმებელი. მოგეხსენებათ, მართლაც უმნიშვნელოვანესი თარიღია 900 წლის იუბილე არის წმინდა მეფის გარდაცვალებიდან და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან დავით აღმაშენებელი ძირითადად ქუთაისში მოღვაწეობდა, მისი დაფუძნებულია გელათის სასულიერო აკადემია. დავით აღმაშენებელი გახდათ ჩვენი ერის გამორჩეული მოღვაწე, წმინდანი, მისი ღვაწლით გაერთიანდა საქართველო. აიგო უამრავი ეკლესია, მონასტერი და ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დავით აღმაშენებლის ის მემკვიდრეობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია გალუბანი სინანულისანი, მისი ანდერძები, აშკარად მოგვიწოდებს ჩვენი სამშობლოს სიყვარულისკენ, ღვთის მიმართ განსაკუთრებული პატივისკებისა და სარწმუნოებრივი აღსარებისკენ და დავასრულებ იმით, რომ ერთადერთი რამ ითხოვა წმინდა მეფემ ჩვენგან, მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუოდეს დაივიწყებთ დავითს. მოდი ჩვენც მივაგოთ ღირსეულ მეფეს პატივი და ყოველთვის მოიხსენიოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი.